ოზურგეთის საფეხბურთო კლუბ მერცხალს ხელმძღვანელობა შეეცვალა. მიუხედავად ამისა, გუნდი აქტიურად განაგრძობს მუშაობას. თავისუფალი ადგილები ბიჭო, უბურთო, შეასოს და მეითხო. უკვე მესამე დღეა ფეხბურთელები ახალი სტილით ვარჯიშს მთავარ მწვრთნელ სოსო გაგუასთან ერთად გადიან, რომელმაც ამ პოზზე საკუთარი ნებით გადამდგარი ხარიტონ ჩხატარაშვილი ჩაანაცვლა. დამსახურებული მწვრთნელი სოსო გაგუას მერცხალთან ურთიერთობა 72 წლიდან იწყება. ხარიტონის წასვლა რა თქმა უნდა არ გამიხარდა, ახლა ჩვენ მისი გაზრდილები ვართ ნახევარი ვისახაა, მაგრამ აი კაცი სოსოს ისის ფეხბურთი და რავი ალბათ იქნება წისვლები. ხა გამომდინარე იქიდან რომ წავიდა, მაინც მობილიზებული ვართ და გვინდა რომ გამარჯვება რა და მემზადებით. ყველაფერს ვდებთ რომ მოვიგოთ. ახლა ვიწყებთ ამ თავიდან ამ იმას აქვე ვარჯიშებს და უბრალოდ შევცვალეთ ახლა ვარჯიშები ხარიტონი გააკეთა მან ყველაფერი ხარიტონო ვარჯიშები შეასრულა. იგი გვერდზე ერთად ვართ ისევ ჩვენ. შიგნით მოხდა რეორგანიზაცია. პროსტო მე დამაწინაურენ ბავშვებში. მე კაი ჯგუფი მყავს პირველი ადგილი ვიღეთ ან დასავლეთ ზონაში და დამაწინაურენ და ახლა მუშაობ ამ დიდებში. ხარიტონ ჩხატარაშვილის საფეხბურთო კლუბიდან არ წასვლაზე საუბრობს მერცხალის დირექტორიც და ამბობს, რომ ისინი თანამშრომლობას კვლავაც აგრძელებენ. სოსო გაგუაზე კი არჩევანი ერთობლივად გაკეთდა. ეს რაც კი არის დღემდე გაკეთებული ამ მოკლე პერიოდში ამ წლების განმავლობაში, ეს ბატონი ხარიტონის შექმნილი აქვს ყველაფერი, მისი ენთუზიაზმით, მისი შრომით, მისი ყველაფრით და დღემდე მოყვანილი გუნდი ეს გადმოვიბარეთ ჩვენ ახლანდელმა მთავრობამ ჩაგვაბარა ეს გუნდი მასთან ერთად ის იყო მთავარი მწვრთნელი, მე უბრალოდ დავინიშნე გუნდის დირექტორად. აქ არაფერი ამით არ შეცვლილა, არც მიმართება გუნდთან, არც მონდომება. ოზურგეთის საფეხბურთო კლუბ მერცხალს სტატისტიკური მონაცემებით პირველი ლიგის 2 ტურიდან 16 ქულა აქვს. მესამე ტურის პირველი გასვლითი თამაში კი, რომელიც სამტრედიასთან შედგა მარცხით დასრულდა. თუ როგორ გაუმჯობესებს გუნდი თამაშს, ეს მესამე ტურის შემდეგ გასვლით შეხვედრაზე გამოჩნდება, რომელიც წყალტუბოში შედგება.